უფრო და უფრო მეტი ახალგაზრდა გოგონა იწყებს საუბარს მიგრანტი მამაკაცების შიშზე. ცნობილი ტიკტოკერი გოგონა, რომელიც ძლივს 15 წლის ჩანს, ადამიანები იწყებენ საუბარს, რადგან აცნობიერებენ, რომ შიშში ცხოვრება ნორმალური არ არის. უნდა ვთქვა, ვეთანხმები ყველაფერს, რასაც ის ამბობს. ხალხი მუდმივად კომენტარს წერს ჩემს პოსტებზე და ამბობს, რომ მე ისლამოფობი ვარ. დიახ, იმიტომ რომ ეს მაშინებს. სინამდვილეში ეს იყო ირანი 1970-იან წლებში, სანამ ისლამი აიღებდა ძალაუფლებას. ეს არის ირანი ახლა. გინდა კიდევ ერთი მაგალითი? ეს იყო ავღანეთი, სანამ ისლამი აიღებდა ძალაუფლებას. ეს არის ავღანეთი ახლა. ლიბანი, მაშინ და ახლა. ევროპა, მაშინ და ახლა. მიჩიგანი, მაშინ და ახლა. დიახ. ეს მართლა მაშინებს. და თუ შენ არ გეშინია და გინდა რომ ძალიან შენწყნარებელი იყო, ერთ დღესაც შეიძლება თავი ამოყო ჰიჯაბში, თავიდან ფეხებამდე დაფარული, მხოლოდ იმიტომ რომ ძალიან ტოლერანტული იყავი. უნდა ყოფილიყავი მიმღები. ბოდიში, მაგრამ მე კატეგორიულად ვამბობ უარს ამის მიღებაზე. ყველა თქვენგანისთვის, ვინც ამტკიცებთ, რომ ასე ძალიან გიყვართ ქალთა უფლებები და ფემინიზმი, როგორ შეიძლება ეს იყოს ფემინისტური? როგორ შეიძლება ეს იყოს კარგი ქალებისთვის? ეს სუფთა ბოროტებაა. რატომ არიან პატარა ბავშვები ბურკებში გახვეულები? რატომ? იმიტომ რომ ასეა სწორი, რომ კაცებს არ გაუჩნდეთ ცდუნება. პედოფილები, გარყვნილები. აი, ესენი არიან ეს კაცები. თუ პატარა ბავშვებით ცდუნდებიან და თქვენ იცით, რომ ისინი პედოფილები და გარყვნილები არიან, რადგან მათ რელიგიაში ნებადართულია 9 წლის გოგონებზე დაქორწინება, ასე რომ კი, დამიძახეთ ისლამოფობი, ვარ კიდეც, ეს მაფრთხობს. არ ვიცი, უკეთესად თუ შეუძლებდი ამის თქმას. მართლა არ ვიცი, უკეთესად თუ შეუძლებდი ამის თქმას ყველა იმ ფემინისტისთვის, ვინც ამას არ გმობს. ნახეთ, საქმე ბურკაში არ არის. საქმე ტანსაცმელში არ არის. ქალი უნდა ატარებდეს იმას, რაც უნდა. საქმე იმ ყველაფერშია, რასაც ეს ბურკა ფარავს. საუბარია იმ ყველაფერზე, რასაც ბურკა ქალებზე ამბობს. იმაზე, რომ ისინი ასე მარტივად შეიძლება მოაციონ საზოგადოებას კაცების სურვილით, ის სურვილით, რომ მათ არასდროს შეუძლიათ აჩვენონ ვინ არიან სინამდვილეში. და ეს ყველაფერი სხვა ყველაფერზეც ვრცელდება. თუ დააკვირდებით საზოგადოებებს, სადაც ქალებს ბურკის ტარება სჭირდება, ეს მხოლოდ ტანსაცმელი არ არის. ეს ეხება მათი ცხოვრების წესს. ვისზე დაქორწინდებიან, სად შეუძლიათ წასვლა, რა განათლება შეუძლიათ მიიღონ, ვისზე შეუძლიათ ისაუბრონ, რაზე შეუძლიათ ისაუბრონ, საერთოდ შეუძლიათ კი ხმა მოიღონ. ეს ყველაფერი მათთვის აკრძალულია. ეს თითქოს მეტაფორას გავს. ქალი თითქოს უჩინარდება სამყაროში, სადაც მამაკაცი რაღაცას, რაც ნაგვის ტომარას გავს, არ მიიჩნევს მიმზიდველად. ამიტომ ეს მისაღებად ითვლება. ეს იმდენად დამამცირებელია, ეს იმდენად დამთრგუნველია, ეს იმდენად მიუღებელია და ეს ხდება ყველგან, სადაც ეს ქვეყნები იკავებენ ძალაუფლებას. ეს უბრალოდ სიგიჟეა.